მოგესალმებით მეგობრებო, სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისაწმინდისათა. ჩვენ ვაგრძელებთ კითხვას სწავლას და დღეს ჩვენ წავეკითხავთ ბასილი დიდის გამარტებებით 58 ფსალმოს. შემდგომში ანუ მე მინდა რომ დავამატო ბასილი წმინდა ბასილი დიდის გარდა ესე იგი კიდევ ორი წმინდა მამა რომ უფრო ესე იგი მრავალფეროვანი იყოს, უფრო საინტერესო იყოს და ჩვენ გქონდეს რამოდენიმე წმინდა მამის გამარტება ფსალმონის ხო. ფსალმონი 58 გასულად დასასრულსა ანუ განღწნი დავითის ძეგლის წერაი ოდეს იგი მიავლინა საულ და შეიცვა სახლი მისი მოკლად მისსა. და ჩვენ ვიწყოთ მეგობრებო პირველი მუხლიდან მიიხსენ მე მტერთა ჩემთაგან ღმერთო და მათგან რომელნი აღდგომილ არიან ჩემზე და გამარინე მე. ბასილი დიდი გამარტავს რომ ესე იგი ღმერთი მხსნელია და წმინდა ბასილი გვასწავლის რომ მტრის წინააღმდეგ ღმერთი ჩვენი თავშესაფარია და თუ მას მიმართავთ. შემდეგი მეორე მუხლი მიიხსენ მე მოქმედთაგან უსჯულოებისათა და კაცთა მოსისხლეთაგან მაცხოვნე მე. ანუ ღმერთი იცავს სოდვისგან და წმინდა ბასილი დიდი ამბობს რომ ღვთის მადლი გვიხსნის მათგან ვიც ბოროტებას ჩადის. შემდეგი მესამე მუხლი რამე თუ ესერა მოინადირეს სული ჩემი და დამესხნეს ჩემზე და ძლიერნი არცა უსჯულოებაი ჩემი არცა ცოდვაი ჩემი უფალო. ესე იგი ჩვენს უდანაშაულობას და ესე იგი გვიცავს ხო? ჩვენს უდანაშაულობას და გვიცავს. შემდეგი უცოდველად ვრბიოდე და წარმართე განიღვიძე შემთხვევად ჩემდა და იხილე. ბასილი დიდი გამარტავს რომ ღმერთი ხედავს ჩვენს ჭირს რა თქმა უნდა წმინდა ბასილი გვასწავლის რომ ღმერთი მუდამ ფხიზლობს რათა დაგვეხმაროს ჩვენ. შემდეგი მეხუთე მუხლი და შენ უფალო ღმერთო ძალთაო ღმერთო ისრაელისაო მოიხილე მოხედვად ყოველთა წარმართთა და ნუ შეიწყალებ ყოველთა მოქმედ და უსჯულოებისათა. წმინდა ბასილი დიდი გამარტავს რომ ღმერთი სამართლიანია და იგი ამბობს რომ ესე იგი ღმერთი განსჯის ბოროტს მაგრამ იცავს მართალს. მეექვსე მუხლი მიიქცენ მწუხრი და დაყმებოდიან ვით არცა ძაღლი და მოადგენ ქალაქსა. მტრები ძაღლებივით ტრიალებენ და წმინდა ბასილი გვარწმუნებს რომ მათი ბოროტება ესე იგი ღვთის წინაშე რა თქმა უნდა უძლურია. მეშვიდე მუხლი ესერა იგინი იტყოდიან პირითა მათითა და მახვილი ბაგეთა შინა მათთა ვითარმეთ ვის ესმა. მტრის სიტყვა მახვილია წმინდა ბასილი დიდი ამბობს რომ ღმერთი ხედავს მათ სიცრუეს თუნდაც ისინი ფიქრობდნენ რომ მარტონი არიან. შემდეგი და შენ უფალო ეცინოდი მათ და შეურაცხუნე ყოველნი წარმართნი. ანუ ღმერთი ანგრევს მტრის გეგმებს და ესე იგი ღვთის სამართალი ბოროტებას დასცინის.
შემდეგ მეგობრებო, შეგახსენეთ, ჩვენს არის 58 ფსალმუნი და ვაგრძელებთ მე-9 მუხლიდან. ძალი ჩემი, შენ და მე ვიმარხო, რამე თუ შენ ღმერთი მწე ჩემდა ხარ. ესე იგი, ღმერთი ჩვენი ძალა და წმინდა ბასილი გვასწავლის, რომ ღმერთის მფარველობა ჩვენი საყრდენია. შემდეგ მე-10 მუხლი. ღმერთი ჩემი რამე თუ წყალობამან მისმან იმსთოს ჩემდამო, ღმერთმა ჩემან მიჩვენოს მე მტერთა ჩემთაი. ესე იგი, ღვთის წყალობა მეგობრებო გვიცავს და ბასილი დიდი ამბობს, რომ ღმერთი გვაჩვენებს თავის გამარჯვებას მტერზე. მე-11 მუხლი. ნუ მოსწყვედ მათ, ნუ უკვე დაივიწყონ ჟული შენი, განაბნიედ იგინი ძალითა შენითა და დაამხვენ იგინი მფარველო ჩემო უფალო. ესე იგი, ღმერთი მეგობრებო ჯის, მაგრამ ნებას რთავს, ხო? ბასილი დიდი გვარწმუნებს, რომ ღმერთი ანაწილებს მტერს. ანაწილებს, ხო, მტერს, რათა მისი ჟული გვახსოვდეს. შემდეგ მე-12 მუხლი. ცოდვაი პირისა მათისაი, სიტყვაი ბაგეთა მათთაი და შეიბრნენ იგინი ამპარტავანებითა მათითა და წყევასა და სიცრუვესა უთხრობდეს. სიცრუვე და ამპარტავნება ეს მტერს ღუპავს და გვაფრთხილებს ბასილი დიდი, რომ ესე იგი ღმერთი განსჯის მათ, ვინც სრულ სიტყვას ამბობს. მე-13 მუხლი. აღსასრულსა რისხვით მოასრულნე და ნუღარა იპოვნენ და გულისხმაყონ, რამე თუ ღმერთი უფლებს იაკობსა ზედა და კიდეთა ქვეყანისათა. ხო, ესე იგი, ასეთი გამარტებაა, რომ ღმერთი განსჯის ბოროტს და ესე იგი, რომ ღვთის ძალაუფლება მთელ ქვეყანაზეა, რათა ყველა მიცოდეს მისი სამართალი. კაცრავად. მიიქცე მწუხრი და დაყმებოდიან ვითარცა ძაღლი და მოადგენ ქალაქსა. იგინი განიბნინეთ ჭამა და უკუეთუ ვერ განძღენ დრტვინვიდეცა. ესე იგი, ბოროტი თავისი სისრულეში ხდება და ბასილი დიდი ამბობს, რომ ღმერთი განადგურებს მათ, ვინც ბოროტებას ეძებს. ხოლო მე ვაქებდე ძალსა შენსა და ვიხარებდე მე განთია წყალობითა შენითა, რამე თუ მეყავ მე მფარվել და შესავედრებელ ჩემ და დღესა ჭირისა ჩემისასა. ესე იგი, ღვთის ქება სიხარული ესე იგი მოაქვს, ხო? და ის გვასწავლის ბასილი დიდი, რომ ღვთის წყალობა გვიცავს ყოველ ესე იგი ჭირისაგან და ესე ვთქვათ პრობლემისგან. და ეს ბოლო მე-17 მუხლი არის მეგობრებო. მწე ჩემი ხარი შენ გიგალობდე, რამე თუ ღმერთი ხელის აღმპრობელი ჩემი ხარი შენ, ღმერთო ჩემო, წყალობაო ჩემო. ესე იგი, ღმერთი ჩვენი მფარველია და ბასილი დიდი გვიბიზგებს მუდამ ვახოთ ღმერთი, რომელიც ჩვენი წყალობაა და რა თქმა უნდა, ასევე ფსალმუნებთან ერთად დავიზაროთ მეგობრებო, წავიკითხოთ დილას საღამოს ლოცვები, ვილოცოთ, ვიაროთ ეკლესიაში, არ გამოვტოროთ შაბათ-კვირა წირვა ლოცვა, ჩაობაროთ რაც შეიძლება მეტი აღსარება, ვეზიაროთ და რაც მთავარია, დავრჩეთ და ვიყოთ ქრისტეს მიმართ ერთგუნი. გაიხარეთ, მადლობა.